ჩვენ არც ერთ ფილმთან კავშირი არ გვაქვს. ეს მე გუშინაც გავაკეთე ეს კომენტარები ჟურნალისტებთან. ფილმები გადაღებულია დამოუკიდებლად ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოუხსენით ტექნიკური პრობლემები და დაუდექით გვერდით ჟურნალისტებს, რომლებსაც შეიძლება ამ ფილმების გაშვების შემდეგ მრავალი იურიდიული და ფიზიკური პრობლემები შეხვდეთ. სამწუხაროდ მე და ქალბატონმა ირმა მოლაპარაკება ვერ მოვახერხეთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც რეჟისორი, არც ავტორი და არც დამფინანსებელი ამ ფილმების ჩვენ არა ვართ. ამ ფილმების ფასი სწორედ ის არის, რომ ეს არის დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ შექმნილი სამი უძლიერესი ფილმი. მე ქალბატონ ირმას შევთავაზე, რომ მაშინ ობიექტივს ან ქალბატონ ირმას თვითონ შეუძლია სისხლის სამართლის საქმის აღზრდა მოითხოვოს ჩემს წინააღმდეგ, რახან ერთ-ერთი ავტორის უფლებას ვარღვევ. მან ეს წინადადება მიიღო, მე ამ ფილმებს მაინც გავუშვებ, იმიტომ რომ ეს დღევანდელი ღონისძიება არის დაფინანსებული ჩვენს მიერ და შემდეგ სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს. სკანდალური პრეზენტაცია ქორდიარ მერიეთში საერთაშორისო ჟურნალისტური კავშირის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი გიორგი ორგაძის საქველმოქმედო ფონდს საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივის. სასტუმრო ქორდიარ მერიეთში დღეს ჟურნალისტების ირმა ინაშვილისა და ია დანელიას დოკუმენტური ტრილოგიის მოტყუებული მიანაბრების ამბავი ძმები ბეჟუაშვილები და თამაში პურის ყანაში პრემიერა გაიმართა. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მომზადებული ფილმები ვანო ჩხარტიშვილის და მიანაბრების თემას ძმები ბეჟუაშვილების ბიზნეს ინტერესებს და პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის ბიზნესს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმების ერთ-ერთმა ავტორმა ირმა ინაშვილმა დარბაზის ჩვენებამდე დატოვა, პრეზენტაცია მაინც შედგა. ინაშვილის პროტესტის მიზეზი მოსაწვევზე გაკეთებული წარწერა გახდა, სადაც ღონისძიების მხარდამჭერად იგორ გიორგაძის ფონდი იყო მოხსენიებული. ინაშვილი ამბობს, რომ მისთვის პრემიერამდე ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. თავად ფონდის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდმა ფილმის ჩვენებაზე იზრუნვა და ჟურნალისტურ საქმიანობასა და ფილმის მომზადების პროცესში არ ჩარეულა. იმიტომ რომ ამ მოსაწვევიდან გამომდინარე თქვენ მხარი დაუჭირეთ არა მარტო თავისუფალ სიტყვას, არამედ თქვენ გაუწევთ რეკლამირებას იგორ გიორგაძის საქმიანობას. პირადად მე და ჩვენი კავშირი ყოველთვის ემიჯნებოდა და ემიჯნება რესპუბლიკელებსაც, როგორც ცერუშნიკებს და კაგებაშნიკებსაც თქვენი სახით. ჩვენ ვართ ქართული ძალა და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ქართული ორიენტაციის ხელისუფლება მოვიდეს სათავეში. დიდი მადლობა.